მოგესალმებით ოქტოპუსერებო, დიდი ხანია სახლური ვიდეო არ გადაგვიღია სამზარეულოდან მით უმეტეს და დღეს გადავიღებთ აგერ ბიჭებთან ერთად. ვიდეოს კონცეპტი მარტივია. გამოვიძახებთ ყველაზე დაბალ შეფასებიან საჭმელებს, იქამდე სანამ არ მოგვეწონება. თუ 4-დან 3 ადამიანი იტყვის, რომ ამ ადგილიდან კიდევ გამოვიძახებდა საკვებს, ვიდეო მთავრდება. მართალია ტრანსპორტმა ძალიან დიდი და კარგი ოფისი მოგცა, მაგრამ სახლური ვიდეოს გადაღება გვინდა და მოვედით სახლში და დღეს გადავიღებთ სახლში. მადლობა ტრანსპორტს, რომ არის ჩვენი წარმდგენი და კიდე იმედია ძალიან დიდი ხანი იქნება. ჩელენჯი გავაკეთეთ, რომ დარეკავენ კურიერები. ლაუსპიკერზე ჩავთოთ და რამდენი ქართველი იქნება და რამდენი შენიანი. და თუ ინდოელი იქნება კნოგადის, იმიტომ რომ გაუგებდნენ. მოკლედ 4-დან 3 ხმა გჭირდება, რომ დავადასტუროთ. ოკეი. კაი, დავიწყოთ გამოძახება. 4 და 8 პიზა სმაილს. ორმაგი წიწილა არის ყველაზე გამოძახებადი, როგორც მივხვდი. ორმაგი წიწილა. ხო, ორმაგი წიწილას პიცა არის. ანუ 4 და 8 რეიტინგიან რაღაც გამოვიძახეთ და ერთ საცნობელოდოთ. მაგრამ მაყურებელს ძალიან გამომართლა, იმიტომ რომ მათ არ მოუწევთ ლოდინი. პირდაპირ ეხა გაჩნდება აქ წიწილას ნორიოდან მოაქვს ჩემი კარგი მოხდა. გამარჯობა. შეგვეცა მოვიტანე. ეზოში ხარ ხო? კი, ეზოში ვარ. გამოვალი ხო? არის ხო? ევრო ჯორჯია ბეიბი. მოვიდა პირველი შეკვეთა ჩვენი. რომელსაც მოდა 4 და 8 შეფასება. 4 და 8 არ არის ცუდი შეფასება, ესე შეხედო. საიდან შეხედო? საიდან? 5 თუ არის ხო? მაგრამ დაჟე 5 შეფასებიან სისტემაში 4 და 8 ცუდი ნიჭავია. 10 და რა უნდა იყოს? გაიღიმეთ ბიჭებო, აი ეს მოვიდა. და გაისუნია გზან. თუ არის? დასუნეთ რა. არა, მე აქცევს მომივიდა შეშონა და ეხლა ვფიქრობდი მეთქი მაგის სუნია მეთქი თუ ჯები. არა, საჭმელზე ცუდი თქმა არ შეიძლება. არ შეიძლება ამის დედას ეს არის კლასიკური. აი, ნახე 4, ნახე ესე გავიყოს, ნახე. კრა მოიწმე. გუნდის, გააფუჭე. ჩამიგდე რა. ყველა მოკიდეთ და წავიდა. ბიჭო, იცი რანაირი სუნია აქ? კაი, მეგობრებო, ბაბა, დავაგემოვნოთ 4 და 8-იანი პიცა. არაფერი გამორა. აქ მძღოლი გემოა. ფუ, ერო გადავყავო. That's what she said. ბიჭო, ქათმის ფილე და პიცა ვაფშე ვინ მოიგონა? კვერცხი აქვს მე მგონი ზემოდან. ცხარე. არა, მაგარი ცხარეა რომ ვერ იგზნო კიდე ეს გემოვები შეშენ. ცხარეა. ამაზე კარ პიცას გავაკეთე პირველივე ცელობით. აი, ხო, არანაირი გამოცდილება არ მაქვს. ამაზე გემრიელს გავაკეთებ. ამაზე კაი პიცას გავაკეთებ ცომის, ყველის და კაი, მოიც ფასი რა ღირდა? 41 ლარი ჭირდა. ბიჭო, ცომი არის რაღაც საშინელება. მე ამ ხელა შეფასება აქვს ბიჭო და ეხლა მერიდება რომ 50 ფარი გადავიხადეთ ხალხო და ავჭამთ ან მოვკვიჭეთ და დავაგდეთ. მაგრამ თქვენც არ შეჭამდით. მაგრამ ვათამაშებთ აი ამ ნაჭრებს. ამ ნაჭრებს არ ვათამაშებთ, მაგრამ აი ცოტნეს ხუდია აცვია, ეგ შეგიძლიათ მოიგოთ ჩვენ ჯგუფში. ოღონდ მიები უნდა გამოვაგზავნოთ. რა თქმა უნდა, უკვე ორი გამარჯვებული გვყავს ამ მომენტისთვის და თუ იაქტიურებთ მეგობრებო, შეიძლება თქვენც გახდეთ მაგის გამარჯვებულები და თვის ბოლოს გათამაშდება ძალიან მაგარი საჩუქარი გამარჯვებულების შორის. ბეტსონ სპორტის აპლიკაციის მეშვეობით მოხდება ეს ყველაფერი, მან შეგიძლიათ განმოწეროთ, გაესწროთ სპორტულ სიახლეებსაც და ასევე მოიგოთ PlayStation 5 ამ თვეში და შემდეგ თვეში კიდე აპლიკაციები იქნება. საჩუქრები იქნება. კიდე გამოვიძახებდით თუ არა? არაში ჩემ რა გამოვიძახებდი კი არა, სად იყო ეს ტერიტორიულად და გვერდზე არ გავიარო. ჩემს კიდე გამოძახება რომ მოგვინდეს, დახურული იქნება უკვე ან აღარ იქნება, ასე რომ აზრი არ აქვს, გადავიდეთ შემდეგ კერძზე. In the yard. Yeah, I'm in there. Okay, I'm coming out. ანგარიში გათანაბრდა. ქართველი იყო. აი, შემდეგი არის ბურგერი. ბურგერი. 5 და 8 აქვს შეფასება. ერთით აიწია რა გინდა. ვა, სიყვარულით. სიყვარულით. საფეთქები მოყვა. პიცას არა. ეს უკვე ეს მაგარი ბრენდის ხელთათმანებია ძალიან. ბედნიერ დღე გთხოვთ შეგვაფასოთ აპლიკაციაში. 5-იო და 5-ით რო შეაფასოთ ცუდია. 5? ამათ 5 კაი გონია. და მაგით აფასებენ და მე მაგით. ეს ხო ტაქსის ზღული არის მზარეული. შემან
მეგობრებო 10 კულა არის შეფასება და 5 და 8 რო გაქვთ. ეს არ ნიშნავს რომ გრაფიკს უსწრებთ. პირიქით, ჩამორჩებით. ერთი ბურგერი ჟირის 23 ლარი. ანუ ნორმალური ფასია. მოდი აბა ფრიდა ვაგემოვნოთ ჯერ. აბა მარილი აკლია. მოხარხო. რა და შეწვა. ეს უგემოვნად როგორ უნდა შეწვა კარტოფილი შეჭება. ჩვეულებრივი. ჩვეულებრივი არ არის. კრახმაგია. კაცმდა თემა. ნახე გაცნობდა, მაგრამ ხე ეს არა, კრისპინესი არა, ანუ სიხარში Crispiness? My crispiness is killing me. ყველა ფრის ვერ ჭამკი, რიოს ვერ სად რა. ხო, მაგრამ ამაზე უკეთესი არის ხომ? ამაზე უკეთესი არის ხომ, მაგრამ ძირითადად არსად არ უარგათ ხოლმე და Fries პრობლემა არის გეთან, ხოლმე მათ შორის ძალიან სერიოზულ ბურგერების ავიძენიებსაც აქვთ, მაგრამ ეს როგორი ფრია, იცი? წინაპის რამდენ ქულაზე იყო? ცა არ იყო ქულა ჩემი. საერთოდ? რამდენ ქულას დაუწერ წინაპის? მე 2-ს დაუწერ. 2-ც ბევრი არის მაგას. ერთ ვფიქრობდი, ანუ მაღალი შეფასება გქონია. აბა გუნდში. კარტოფილი უკვე იმდენად ცუდია, რომ მეორე დაღარ გამოიძახე. კარტოფილს არ გამოვიძახებდი ნახდარი და. ეგრევე სინჯობ. დავაი. ორი დავით. შემი კარგი მოესწრა ადილობა. მომლა გულკო. განელი ბურგერია. ფუ შემი. აია. აუ ძალიან ცუდია. გებრიელია. იქუა. ბიჭო ძალიან ცუდია. გეორგი, მაგრამ 5 კულა ეკუთვნით ნამდვილად. ძალიან არ მიყვარს საჭმელზე ცუდის თქმა. მაგრამ ეს საჭმელია რა. და ანუ ეს ბურგერი არ არის ხალხო. ანუ ეს ხორცი არ არის რაც არის. ეს ბევრად ცუდია. და ეს 8.50 რატო ღირდა ეს ფრი? რაც შუმა არის ეს. ეს ღირდა 8.50. აუ რატო არ მისვამთ ამე ეს מחარას არ ამბობს ხომ ეს რაღაცებს დაში. ძალიან ცუდია. ეს შემერ წაშალე. Shift-Delete. აბა ცოტნე. ი, ნახვი. რამდენს დაუწერდი? მე ვერ ვჭამე შესაბამისად 0-ს. ორი. ჩემეთ ეს ხორცი არ იჭმებოდა. არა ხო ან დაგეთანხმები რა. არა ამ ხორცს შანსია. ბიჭო, პრობლემა რა არის, იცი, რაღაც ცით რო გამომართლო, რომ ანუ დაბალ ფასში აქვს და ნაკლებად ხარისხიანი ინგრედიენტებით აკეთებენ. ნორმალური, ადეკვატური ფასი არის ბურგერის 20 ლარად. ორმაგი იყო ეს? ალბათ. ორმაგი კი, კი, ორი ხორცი. გაცილებით კარგი იქნება ერთმაგი. იმიტომ რომ ცოტა ეს ცოტა იქნება. კარგი, ამას არ გამოვიძახებდით ანუ. არა. კარგი, შემდეგი შემოვიდეს. ანუ ჯერ ერთი ხმაც არა უღია არც ერთ. რა თქმა უნდა. იჟოგა მარტო მე მომცა ამ ყველაფერმა. ალო. გამარჯობა, გამოვალე ხო? 2-1 ქართველები დაწინაურდნენ. შემდეგ ერთ ჩიტო გრიტოს იმერული ხაჭაპური. ჩიტო გრიტო 6 და 2 აქვს შეფასება. უკვე ავიწიეთ, ნახე 6 გაცდა. ჩიტო გრიტო მაგარია. ელია. აი, იმერული ხაჭაპური რთულია რო ცუდი. იყოს ეს. ზათი რა არის, ვერ გავიგე. რატო არ ახატია არაფერი? სიყვარულით, ის სიყვარულით მაინც იყო ცუდი. მარკერები არა გაქვთ, ჩიტო გრიტო დააწერეთ. ვაა. იქით ყველი აქვს და აქეთ არა თუ Алло. Hello, where are you? I'm in the yard. Okay, coming out. Doa. 2-2. დუა. ინდოეთმა გაკვითა. მოდი, ისევ როგორც პიცა. აუ, ჩემი ნაჭერი იყო. მერე. ედი გუნდიში. გუნდი შენ ნაჭერი გინდა. აუ რა მოვიდე. და კარგი სუნი აქვს. 1, 2. მაკარონი მაინც შეედო ჩიგნიში. მოჭარდა ვიზუალი ესეთი აი, ოდნავ ის იქნება რაღაციანი რა. არ პრიმორა. ვაფშე. ყველები ყოვე და ისა. არა. ცოტა რო ჩახვალ გეცუდის არ არის. ეს შეიჭმება არის. ძალიან ხშირია შეიჭმება. ნუ კარგია და ეს საიდუმლო თუ არა? 20 ლარი ჭირდა ეგ ჩემოგებო. ეს შესანიშნავი პიცა.
20 ლარი იმენა ქუჩისაც ხო 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 ხო, ხაჭაპური. პიცა ხო? მე ამას დავუწერ 3-ს. რაც ჭამეთ ყველა ჯობდა მაინც. კი ცალსახად ყველა ჯობდა რა თქმა 4-საც კი დაუწა 4-საც კი გავიმეტებ არა 4-ში ჩემ ხაჭაპურს უნდა აკეთებდე ნორმალურს. ეს ქართული სამზარეულოა თუმცა ყველაფერი თუ მარტო ხაჭაპური ჩინობრიტო არის სახელი გერმანული. არა ბიჭო მე ერთი. მუდი შეგო არა, რადგან ცივი იყო და იჭმეოდა, მაგიტო 5-ს დაუწერ რა. არა, ცივი ეს ცივი რადგან იყო და იჭმეოდა, ხაჭაპური ეგეთი შეცებული იჭმევა, ესე იგი ცუდი არ არის ეგეთი რა. ანუ კარგიც არ არის, საშუალო აი 4 ნახევარი. ეხლა უფრო ცუდი არის ვიდრე კარგი. ის რა საფასებს, რა საგავს ნახე, ვაფშე. ამას რამდენს დაუწერდით, რამდენ ქულად? ჯერჯერობით ცოტას და და როდის უნდა მივხედოთ ჩემ თავს? დაველოდონ, რა ვიცი, და შეიძლება მიხედო კიდევ. შემდეგ ვიდეოში მეგობრებო გელოდებათ ეს ბიჭები აქ ვინც არიან და იქით ვინც არიან, შეეცდებიან რომ გამალამაზონ. ანუ მომიწყობენ beauty დღეს, ანუ დილიდან საღამომდე წამიყვანენ სალონებში, ცირკთან გამატარებენ. აბა შემდეგი კერძი მოვიდესო, შემდეგი. ჯავა გავუვიდა. სანამ შემდეგი კერძი, არაჩვეულებრივი კერძი დაადგმობს საქაურობას, იქამდე მადლობა გადავუხადოთ TBC-ს, რომელიც არის ჩვენი პარტნიორი და აქვს ძალიან საინტერესო რამ TBC Mobile Bank-ში, ეს არის საერთო ხარჯები და ეს საერთო ხარჯები ჩვენაირ ოღრაშ ადამიანებს განსაკუთრებით, რომლებიც ხშირად დადიან ხოლმე და არა ესეთ საშინელებებს, ან გემრიელ რაღაცებს ჭამენ ხოლმე, ძალიან ჭირდებათ. მე რო არ გამომეძახებინა ეს ყველაფერი და რესტორანში წავსულიყავი. მე გადავიხდი და მე გავინაწილებდი ამ ყველაფერს. დიახ. და არა მარტო რესტორანში ზოგადად, რა სამოგზაუროდ იქნება რაღაც კინოში წახვალ თუ ნებისმიერ ადგილას, შეგიძლიათ რომ გაიყოთ თანხა, იმიტომ რომ ყველას პრობლემა არის ეგ, რომ გადმოგირიცხავ, იქიდან მერე დაგიждდება, Mobile Bank-ში შეგიძლია შექმნა ეს სივრცე საერთო ხარჯების და დაამატო მეგობრები და მიუთითო რამდენი თანხა მართებს თითოეულს. შეგიძლია მიუთითო რომ თანაბრად გაიყოს, შეგიძლია მიუთითო რომ ცოტნე მდალია. ამაზე შემიძლია 13, კი ბატონო. და ცოტნე სხვა თანხა გადაიხადოს. ყველას Mobile Bank-ში გამოუჩნდება რამდენი მართებს, რომ გადაიხადოს და ესე გაისპლიტება ლამაზად და კარგად. და ნოტიფიკაციებიც მიუვათ, რომ გადასახდელი გაქვს. მაშ? რა მაგარი. კაი, გადავიდეთ მას შემდეგ კერძზე. თუ შეიძლება შემდეგი კერძი სტუდიაში. 6 და 4 აქვს. ვაუ, უკვე რაღაცა მაგარი მოვიდა. 6 და 4 აქვს Fragment Dining Club და არის რა არის ნახავთ. აჰა, კიდე იგივე შეცდომა, ზემოდან მიყვარხარ რაღაცები, რატო არ წერია? იმიტომ რომ არ უყვალა. მკვდარია მართლა. ვაუ. ხე, ცალკე. ეხა ავაწყოთ ეს რეკონსტრუქტორი Lego. არა. აუ, რა კაია, ნახე. მე დააგდე გუნდში. ბიჭო, რა შვები შეჩემა. მე. დაიცა. 23 ლარი ღირდა ეს აჭარული ხაჭაპური. ბიჭო, აჭარული ხაჭაპური არ უნდა გამოიძახო საერთოდ რა. რა ვქნა, ძმაო, ეხა აჭარული ხაჭაპურის დავიძენია იყო და ეხა არ გამომეძახნა. მაშინ ეგრევე უნდა შეგვეჭამ, ისეთ ცივი მოვიდოდა ეს. ეჭამე. აი, ეხა აღიარეთ რომ უკვე რაღაცას გავს. კი, жағაცას გავს. აი, ეხა გასინჯეთ რა, იმას არ ვიქცევთ, ფუსოები. ტეხე, ვაგითა. აი, წეკ. ადი, ვეგავიდე. აჰა, ესე. ო, პური კაია. შეგინაცოლა. სინემა. კაია. კაია. და ალო. ამჯერად შეტევა მომიტანე ეს შემოვიდე საბავშვოის. გამოლეხლა. სამი თორი, გამწელობა. გემოცუდი არა. ორი მონაწონა მე გამიკვირდა. ეხა ამას არ გამოიძახებდი ოღონდ. ხო. არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ ჯერ ესეთი აჭარულ საერთოდ გამოიძახებდი და მერე კიდე ცივია ძალიან და ცუდ კონდიციებშია რა. 6 და 4 შესაბამისია ამის? თუ ძირა? არა. ამაზე უარესი აჭარული გამომიძახებია. კი, ბაზარი არა. გამიჯამე. დაჟე ცხელი, ანუ ამაზე ცხელი. მაგრამ ამას არ გამოიძახებდი, ანუ ეხა ოღონდ დაიჩაგრა, იმიტომ რომ აჭარულია რა. ბიჭო, მე არ გამოიძახებდი ზოგადად აჭარულს. ანუ უკვე განწერული რა, სანამ ცხელია. უკვე განწერული იყო? კაი, ამას მე შევიფოცოთ მაშინ ხო და მე შევჭამ.
სადღაც შვიდს დაუწერდი რა მაინც. იყო გემრიელი და. აი, ცხელი რო გამესინჯა, უეჭველი შვიდს დაუწერდი. იმაზე მეტი ეკუთვნის ვიდრე აქვს, ჩემი აზრით რა. კაი, გადავიდეთ შემდეგზე. ჩავარდა ეს ლოტიც. თანამშრომლებს გადავალთ, გამოიწერეთ არხი, რა თქმა უნდა, დაალაიქეთ ვიდეო, რადგან არ გამოგჩეთ ოქტოპუსის ძალიან მაგარი ვიდეოები და ამ ბიჭის გალამაზება. და ჭამის წინ დაიბანეთ ხელები. რა ისეთ კომენტარებს წერთ, ესეც ლამაზიაო, გაჩერდით ახლა. შემდეგსაც 6 და 4 აქვს. მწვადის პაჭკა ესე ქვია. წვადის პაჭკაც მოიხო და ადის პაჭკა. 24 ლარი ღირდა ეს მწვადი. ვა, როგორი შრალათა არ შევია ძალიან შრალათ არის? ეხლა არ მოვიდა ეს? გამწავს მოვიდა. არა. 10 წამის წინ მოვიდა. პური რო არ მოყვება ძალიან დიდი მინუსი ჩემი ახლა. საწებელა. საწებელაც ხო, ემალიც ხომ უნდა მოყვებოდეს. კაი. მოდი ჯერ ხახვი გავსინჯოთ. აიდი ნახო. ნუ ხახვის არ ვარგა. ხო. წვადის გემო არა აქვს. აა გავიყოთ კიდე? იგი შენ იქიდან მოყვიდა. აბა. ცუდი ხორცია. გაყინული ხორცია. ხაჭარულს უნდა დავგემთავრებინა ვიდეო? ბიჭო, რა გჭირდო? ეს რა არის მართლა? რა გჭირდო? აქ რომ მადონაკოიძე შევიდეს, აჭრის ვიღაცას თო. აი, ამ გუნდიში რა, დამშეული ხარ შეჩემა. ბიჭო. შესაძლებელი ნაჭერი ავიღე. მე შევწოთ. ხორცი ხორცად არ ვარგა. ქალიქალს აღარ გავს და კაციკაც აღარ გავს. მარილი აკლია, ხახვი არ ვარგა. პური არ მოყვა, წემალი არ მოყვა. დედის ტრაკი. ხუთი კაი. ხუთი კარდონის. აი მწვაც ბიჭო, წემალი რა თქონდა? აი, როსა. წვადია, ბიჭო, ორი რაღაცა ჭირდება მწვაც. კაი, ხორცი და მარილი, აი. დედამ აი რა. ალბათ არ გამოვიძახებდი ამას მეორეზე. საშინელებაა. არ იჭმევა, პირდაპირ ვამბობ, რომ არ იჭმევა. მოიცა. გამარჯობა, ეზო შევარ ჩამოსული ზმოდა. კი, გამოვალე. კი, გამოვალე. ისე დაიწყო თავიდან ისე დაიწყო ლაპარაკი, რომ შეკვეთაზე გირეკაო მიაყოლა, თორე საცემად უნდა გავსული ხავი ჭიჭება. ეზო შევარ ჩამოსული ძმა. რა შეეხება ქულას? ანუ აი ერთი ქულა მართლა სერიოზულად. კიდე შეიძლება. ძალიან თუმშია ეს. ამას არ შეჭ. ანუ ხო, არის ხახვი მომეწონა. წვადზე ესეთ იმას არ გაპატიებდა ერთი ქულა მეც და დაუცვიდი იმას გენით, რა ქვია, ბასტურმა გააკეთეთ ბარბიქიუ და არ ქვია რა, ცოტა მოიტყუეთ რა, მოაკეთეთ წვადს. აუ, რა ეხ ცოტ ხასიათზე დავდეკი. კარგი. შემდეგი კერძი. 6 და 4 აქვს შესაძლოა. აუ რა ვეღარავეთ ზემოთ და ცოტა. კესადია ქვია. კესადილა არა ისა გორიფილა. აუ ესა სოფელელი რა იმენა რა. ქართულად კესადილა წერია, მაგრამ ეს არის ინგლისურად ორი არ იკითხება. ესპანურად კესადია სადაურია ისი? ხო, მაგრამ ეგრე კასილასიც არ არის, კასიასია. მე ნამყოფი ვარ ესპანეთში. ეს რა არის? ერთი წელი გამოიწვა. კესადია არ არის. ეს არის ლობიანი. ლობიანი. მართლა კესადილა ყოფილა შეჭე. ერთია? რისგან უნდა შედგებოდეს? ოფალიანი რატო? ოკეი. თვითონ მოვიდა ეს? კურიერს არ მოვიდა ეს? ეს ღირდა 9 და 95. რა? ან ფასტაკლები 15 ლარი, მაგრამ ეს ერთი ცალი. ხო. რა გამო? ალაპენიო. არ არის ხალაპენი. ის არის უნგანუნია. მუნანუნია. რა? ბულგარული მე მიყვარს. მე მიყვარს როცა ვარგაშული. უბრალოდ. არა, ეს ეს რას გადმოვარდა ბულგარული. კარგი, 1 2 3. მე უკვე შაპუჩინო რომ მქონდა. ეხლა ამას გამოვიძახებდიო. შენი რა უნდა იყოს კიდე? არა, რაღაც ხორცს გზნობ კბილებზე, მაგრამ გემო არ მოდის. ხო, ეს ხალხის არის. არა, კაი.
ეს ღირდა 19 ლარი, ხო? ნუ ფასტაკლები 15. 19 ლარი ღირს. ნუ არ ვიცი. ამის ეკვივალენტი არის შაურმა ან რაღაცა კიდე რო. ისეთ არ გამოვიძახებდი შეჩემან, უგემურია. ჩემი აზრით უგემური არის. უგემურია გეუბნები, ანუ ხორცი ვიგზენი ყილებს რაღაცა მომხვდა. ვიგზენი ხორცი? მაგრამ გემო ვერ ვიგზენი. კონდიში, რა არის ვერ გავიგე. კარგით, მე დავუწერ ამას ანუ ეს 3 ნახევარს. ფუნქულა. 4. 4. მე ჩემი 5 სომი არ იყო ცუდი და 4 იყოს. ნახე, ესეთია, მოვიდა, ცუდი იყო და როგორი მშვიდი ვარ, წოდი რომ მოვიდა, ცუდი როგორი გაბრაზებული ვარ. იმიტომ რომ ქართველი ვაჟკაცი. აბა რა, ბიჭო. და ჩვენი მარათონი გრძელდება. 7-დან 0 აქვს უკვე. ოპა! 7-დან 0-იანი. სარკე არის ესეთი ობიექტი და იქიდან ლობიანი გამოვიძახეთ, იმიტომ რომ ხაჭაპური ობიექტის სარკეაო. ვა, როგორი თეთრია. ნუ ბალზამირებულია თუ რა არის შეჩემი? რო გითხრათ ახლა გამომშრალი არის კი. აი, აბა. შეიძლება ეს იყოს ვიდეოს დასასრული, ანუ მაგას ამბობ? ოპა, ნახე რა რბილი და ფაფუქია. ფაფუქი. შიგნით ლობიო არდევს, ნახე? გულზე განათებს. გავაკავს ლობიო შიგნით. არა, ჩემი გაიგე. აი, სადაც მოკიდებ მე. რომ მიგდია იქ ხელი. დახარ. არა, ჩემში არის. ჩემთან ის არის რა ქვია, ამერიკის უკა. ის არის. ნახე ეს ლობიანი. ჩემი ნახე მე არ მომიკიდია ხელი არსად, მაგრამ სულ გაწყდება ახლა შეიძლება. რაღაცა აუ ძალიან ბევრი პილპილი. რაღაცა ხო. აუც, როგორი მიდლობიო, ლობიანია, იცი, აი. ესეთი საშუალო არაფერი არ მიჭამია საერთოდ. ანუ ამას მაგრამ გამოვიძახეთ. იმ ხაჭაპურის არ იყოს. ჯაფარა არის ამიერკავკასიაში ლობიანების ექსპერტი და ახლა გასინჯავს. ყოველდღე ჭამს ხოლმე. ესენი ჩვენი ნაჭამია. სული საჭმელად არის ეგ სასუნად ხო? ბიჭო, რო არ ვიცოდი რომ ლობიანია, ვერ მივხვდებოდი რომ ლობიანია. მართლა. ხო, რაღაც აი რა ქვია იმას? ჭახრაკინაო თუ რაღაცა რო არის, ხო იცი? აი რაღაც ეგეთი გემოაქვს, ოღონდ მინუს ყველი კიდე. ძალიან ცუდია. აბა 1 0.5. ჩვენი ისეთი რაღაცები გვაქვს ნაჭამი, რომ მაგის ვერე რა სიტყვა და წარმოიდგინე. მოდი, შემდეგი ვიდეო გავაკეთოთ, ყველაზე მაღალ რეიტინგულები გავავიძახოთ. თუ მოგწონთ ეს აზრი მეგობრებო, გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო და კომენტარებში დაგვიწერეთ კი იქენით. ეს რო სადმე შეგხვდეს და შეერი იყო შეჭამ. კი, მე შევჭამე ხა. ხო, ანუ ის არ არის. ვერ შეჭამ არა. ხო, ვერ შეჭამ არ არის არც ერთ ვარიანტი, მაგრამ გამოძახებით არ გამოვიძახეთ. 4. მე 4-ს ვფიქრობდი. 3-სა და 4 შორის. არა, იჭმევა და მაგიტო რა. აი, 4 ნახევარსაც ვიტყოდი, აი მართლა ფასიდან, ზობიდან და ყველა მაგ მომენტებს თუ გავითვალისწინებთ. შემდეგი 7-დან 0. 7-დან 0 და 5-დან 0. 5-დან 0 ქვია მაგას. აა 7-დან 0 potato love. ჩანგლები მოყვება. Potato love რა იქნება ახლა? კარტოფილი სიყვარულით. ერთი ჩვეულებრივია, მეორე ბეკონით. ჩვენ ბეკონით გავსინჯავთ მე და გიორგი. ეს ახლა მომწონება. აი, გამომცხვარი ეს ძალიან მოინდომო რომ ცუდი გამოვიდეს. შეჩემ კარტოფილია, გამომცხვარი და კარაქიები ჩაგდებული და ბეკონი და აია. არალიანი. მე კარტოფილს როგორ უნდა უკნა ეს რომ მე წამოიღო. ეს ხო იჭმევა. არ ვიცი, ესეც ჭმევა თუ არა, არ ვიცი, შუაში რაც აქვს. ისინი ჩუმად რატო არიან? ბეკონს ჭამენ და აიმინდა. ბეკონი აღარ გაქვს საბოდიში. მე ამას არ გამოვიძახები და არ მომწონს. ხო, ეს თან გასინჯეთ. ჩვენ არ გვიდა, ბეკონი აღარაა მაინც და. ამას ყველიც აქვს, სხვათა შორის თუ თქვენსაც ყველი არ ახონდა. კი, ყველი ძალიან ბევრი აქვს. თუ არ გამოჩნდა. ეგ ამას ჯობია მეორად. პირში აზრეულს. ამას გამოვიძახები და ეს ბევრად კაია. ბეკონით რა იქნება და ეს ძალიან ცუდია. არაფერი პროსტა კარტოფილია. პროსტა კარტოფილიც არ არის, შეჭო გაფუჭებული ბიჭო, მაგას რა მოუხდებოდა, იცი, მაგრამ ბეკონი. დაღირდა. 22 ჟირდა მგონი ეგ.
გააჯმე შეჭმა ერთი ცალი კარტოფილი 20 ლარი ამბოვი ბეკონის ქონდა 2 წელი. იმას ანუ არა 20 ლარი ღირდა. მაშინ ხო 11 ღირდა ეს კი არა ის. ბიჭო რა გჭირს 11 ღირდა ის 20 ეს. ეს 20 ეს ღირდა ბეკონის 20 ზვიგია. გამოვშტერდი. ერთადერთი რჩევას მიცემდი ბეკონთან დაკავშირებით, რომ პატარებად 4 დაჭერით და ხო, არა, 2 წელი ხოდებს და პატარებად დაჭერით უფრო და რომ აურიო და ცოტა ისეც ჭამო, განაწილო. 20 ლარი ეს აღარ ქნათ. 20 ლარი ძალიან ძვირია 20 ჩემი ლარი, აზრით. აი, ერთი წელი კარტოფილი და 2 ნაჭერი ბეკონი არის მარაზმი 20 ლარი როგორც. და 11 ლარიანი რაც არის არ იჭმევა. იცი რატო ღირს ძვირი? მე ვიცი რა ის თქმაც კი. ამით ენდი ანდერსონმა გააჩერა წყალდიდობა. ობიექტის ხულა რავია. ობიექტურად რო ვთქვათ. 4 ნახევარი. იმიტომ ის დაანცული. 5 ნახევარი. 9. ჩემი არ ამიდის 9-ს უწერ. შემდეგი არის ესპრესო კაფე and shop წერეთელი. ოპა, ყავებიც მოვიდა. 7 და 2 აქვს შეფასება. ცეზარია. შეჩემა რა არის? ასაწყობია? კარატო გდია ამ ხელნაჭრები. ეს ჩავასხათ? ცეზარში საფანელიანი ქათამი უნდა იყოს? ნუ ეხა ვარიაციები მილიონი არსებობს. კარგად მოდის. ეგეთი უნდა იყოს, არ უნდა გადმოდიოდეს. ოპა. ვა, ჩაატყალაბულა. აი ეხა ნახე. ერთი ყველი, ერთი ესა, და ესეც მიატალი. რუკოლა, უკოლას არ შევაგილო. ვერ ვიტან. კურიერი გახსნი? ალო. ამაჟია. გამარჯობა. შეგადამაითა. გამოვალე ხო? სამაური იყო. ქართული არ იყო. აუ. გაყინულია. ვერ ვარჯობს ჩემ. ამას ვისვარ მიწამნია. ცუდი არ არის. შეიძლება მთავრდა გავიდა მოიცა. მე არ მომეწონა. რა ხო, სამი კაცი საკმარისია. წერონტა. გამოვიძახებთ ვარ ეს საკითხია, მაგრამ ცუდი ნახდა იყო. ხო, ანუ თვითონ ინგრედიენტები ფრეში იყო. საათქუსელი კარგი იყო, ქათამი გემრიელი იყო, ცოტა იყო. ყველი კაი იყო. ყველიც გემრიელი იყო. აი, კაი იყო. 7 დაუწერდი, აი ესე 6 ნახევარს კაი 7. მე არ დამევას. გამოგოტყუოში. ცეზარი მე ცეზარი ხშირად არ მიჭამია, მაგრამ რამდენჯერაც მიჭამია, ყოველ ჯერზე ამაზე კაი იყო. ალო. ამაჟია. გამარჯობა. კურიერი მეტყობა. გამოვალე ხავ. და პრიეხალო, ცოტა შეთან არის. მე გამოვიძახე. შენ იც გამოიძახები? მე არ გამოვიძახებდი. ამას გამოვიძახებდი. არა, უნდა ერთხელაც ეხა ფასი რო გავიგეს საერთოდ ჩემ კაი. ჩვენი შოუ გრძელდა, მეგობრებო, ეს არის იყო ბოლო კერძი და შემდეგ კერძს გავსინოთ, რომელიც არის ვაკის შაურმა. 7 და 2. 7 და 2 აქვს ვაკის შაურმა. 7 და 7 და 2. ბოლოს მარტივი საჭმელი არის ეს. ხო და მე და შენ ეგრე ვიწევს. ვაიმე, როგორი მზრუნველები არიან. ეს პურის ნაჭრებია შენ თუ არა ქათამია ეს. გულის ნაჭრები. სუნზე ცეზარი სალათა რა. ვერ აღფრთოვანი. აუ. მინდა აღნიშნო კომბოსტო საუკეთესო რამ არის, რაც არის შეგიძლიათ. ხორცს დაკრავს რაღაცა სასწაულიდან. სასწაულად. ხორც რა გიმო? არ შეგხვდა იქამდე? ბიჭო, აქ კომბოსტა დაანო. აუ. არა. მადლობ, ძალიან გემრიელი იყო. გავაგზავნოთ თუ შეიძლება. აუ, ხორც აქ რაღაცა. მე ბევრი ცუდი შაურმა მიჭამია, მაგრამ არ ვიცი ამაზე ცუდი მიჭამია თუ არა. მე მეგონა რომ რაღაც ცოტა მეთქი შაურმა რაღაც მომეწონება რაღაცა ოდნავ ორ სიტყვას კარგს ვიტყვი მეთქი და ეს რა კომბოსტოთი რო იყოს ვეჯი რაღაცა ვაკური ძალიან გამისწორდებოდა. და ეს ღირდა 17 ლარი. ძალიან ცუდი იყო. 18 ლარი. არ ვარ მეტი ძალიან ბევრია. თან ვინანე ეს ერთი გამოძახებაც, არა თუ შემდეგში გამოვიძახები თუ არა. როგორც აღმოჩნდა, უკვე რამდენი რაღაც ჩამეთ და რეიტინგი შეიძლება კი დაგაგო იმას, რომ
ცოტა შეფასებით რაღაც 9 და 8 და 10 ეწეროს რაღაცას და არ იყოს კარგი, შეიძლება, მაგრამ დაბალ რეიტინგიანი როგორც წესი არ ცდება ხო. მე არასდროს არ მინახავს დაბალ რეიტინგიანი გემრიელი საჭმელი და ვერც ახლა ვერ ვნახე და 7 და 4 აქვს შემდეგს, ეს არის გოჩიც ბურგერი დიღობი. ოპა! აი რას ველოდებოდი. გოჩიცი მოვიდა უკვე? ხო. გოჩაც მოვიდა. ეგ იგივეა შეჩემა? იგივეა? დეჟავიუ მაქვს თუ? რა? სიყვა ესე არ ეწერა იმასაც ზუსტად? ვაჩვენოთ სიყვარული წერა. ეგ ის ფრი არის და ეს რა არის? ორჯერ მოიტანე ეს ბურგერი? არ მინდა ეს ბურგერი. ეს ბურგერი არ იგივეა შეჩემა. აი ისიც იგივეა. დეჟავიუ მაქვს. შეიძლება ზუსტად ერთნაირად აკეთებო. ერთ და იგივე ზავიძენია, სხვა სახელი ქვია. ოპა, რა სქემა გავშიფრეთ. ამას რა ქვია? ამას ქვია სკამერობა, გიორგი. ალო. გამარჯობა. გამარჯობა. შეკვეთასთან დაკავშირებით დირექტორ თანსოთუშიდან. საიდან? თანსოთუშიდან. დიახ. ხოლო შეგიძლიათ WhatsApp-ში ლოკაცია ჩამიგდოთ. ლოკაციას აგიდოთ WhatsApp-ში ამ ნომერზე. ამ ნომერზე. კი, არა პრობლემა. მეწვა გული რა ხდება? მეგობრო, დავრეკეთ, გავარკვიოთ, რომ ერთი სამზარეულოში კეთდება ეს ყველაფერი. მაგრამ ეს სხვა არისო და ამას სხვაგან სხვები ვაკეთებსო და იმას სხვები, რავი, დაახლოებით ეგეთი ტექსტი გამოვიდა რა. ალო. Hello, I'm from Bolt. Okay, I'm coming out. Okay. ეს არის გოჩიც ბურგერი, მოკლედ. ივესონია. ეს არის გოჩას ბურგერი. ეთქვი, ახლა ვერი რო არ მოიკლათ თავი. ცოტა განსხვავებული არომატი აქვს თითქოს, არა? იგივეა? იგივეა. დევიჯერო. ზუსტად იგივეა. ჯაფარ. აღა, ვიცი რომ ეს ხორცი რა. ვიცი რომ ბევრი რაღაც გთხოვე დღეს, მაგრამ პროსტა ეს ბურგერი გასინჯერა, მოდი გთხოვო რა. ხორციც პროსტა ძალიან ის არის. გასასინჯია. ანუ ამ სოუსებს შეიძლება რაღაც ზონაზე დაფარო იმის გემო. აი იმენა ცალკე. ხო, აი ცალკე ხორცი გასინჯა. ბიჭო, უმია ნახევრად. ვერ გაგიბ რისია ხო? არც ვიცი რა ვთქვა, ლობიანზე მე მგონი რა ვთქვი, იგივე შემიძლია გადმოვიდა მაგაც. რო დავრეკეთ, ესე გითხრეს, რომ ხორციო მოგვაქვს ყოველდღეო, ფრეშიაო და თავს თავს მოგაგ და ახალი რო არ ნიშნავს რომ გემრიელი და კაია. თავს დავდეფო, რომ ძალიან მაგარიაო და ანუ გემრიელი არ არის. ნახე, კარგია თუ ახალია, კარგია თუ ფრეშია, მე დარწმუნებული ვარ რომ ეგრეა, თუ ყოველდღიურად მოდის. ვენდობი იმ ადამიანს, მაგრამ პროსტა ანუ ამ ბურგერს არანაირი რეკომენდაცია. შეფასება, არანაირ შეფასებას არ დაუწარ მე ამას, იმიტომ რომ ეს არის ცუდი ბურგერი, ძალიან. იგივეს გავიმეორებ, რაც იყო ის. ხო, ხორცი ანუ და ის ზუსტად ერთი-ერთში. არანაირი განსხვავება არ აქვს მაგურ ბურგერს შორის. 7 და 2 აქვს Maraj Indian Halal Restaurants. Chicken birani გამოვიდა. თავისი გასული რესტორანი არ შემოგწერო და არ შეუძლია. 7 და 2. აუ, იღლით გაკეთებული რაღაცა იქნება. არ ხოც. აუ, იღლი სუნია. კაი სუნია გაგინდათ. მე რო არც ერთი ის არ გამიხსნია და ამას ხსნი რა წესია ვერ გვა. ბეზნა მიოკა ვამბობ რომ არა. სველი რო არ ვერ კიდევ ხელს. ბიჭო. ეს რა არის? უსუნო. ბიჭო, იღლი ისუნი რატოა? არ ვიცი, იმენა, აი, ოღონ ძალიან, არა, იღლია კარგი წამსებობს. ეს ძალიან ცუდი იღლია. მოიცა, აი იქნება ამას არა აქვს. რა როჭი. ოპა. აუ, ზოგადად შუქები ჩააბრეთ, შეიძლება ანათებით ეს. 31 ლარი. უნდა ვჭამოთ. რა გამოვა? ბიჭო, ხო არის რაღაცა, ვეც ცუდი სუნი აქვს და გემრიელია რა. კი, გუდის ყველი და რაღაცა ხო არის ეგეთი ფალები. კაი, მე გავსინჯავ და გეტყვით. ნამ. ნამ. აბა, გიო მოვიდა მატარებელი. ჭამე აბა. აბა. შენი სამზარეულოა და. არა, ჩემი სამზარეულოა.
აი, გასინჯე ჯერ შე. ყველა ერთად ვინჯოთ. რა არა. კაი, სამთვლაზე. აი ხო რა უნდა იყოს ეგეთი. ერთი. იქით სამყაროში შევხვდები. აუ. არაფერს გემო არ აქვს. არა, როგორ არ აქვს? არა, შეჭემა. არა. დედი ესვა შეჭემა. ისე ყარდა გემორანაირად არა. ბიჭო, მინდა გითხრა რა? ამოვიზახები. მინდა გითხრა რომ გემორიელია. ჩიქოლა. კი. დაახლოებით აუ, კაზომი ზანსული. აი, აბა გაგვიმარჯოს ბიჭებო. ეს დაწვი რა. აუ, გამოძრავდა თითქოს ბრინჯი და. მინდი კაცო მთლიან. აუ რა, გააძრო. მიდი კაცო. არ კარგი შეჭო. კარგია რო თქვა ის არის ალბათ ის შეჭემა. არასწორ ძმას ვე кайფებით. ხო, რა ვიცი. გამოდა შეჭემა. მაგრამ გაუსწრო. ბრინჯი კარგია. ბრინჯი კარგია, ჩემი აზრით. ისა იმას სუნია რაღაც. ის სუდია, ხორცი სუდია, მაგრამ ბრინჯი კაია. მე დაუწერ ამას 0 ქულას. 3. არ ბრინჯი კაი. 2. ბრინჯის ხათრით 3. არა 3. სუნი 0. 3. გემო 0. 3. არასოდეს არ შემდეგი. თან გიორგი მეკითხებოდა, ხინკალი არ უნდა იყოს რო კაცო ამ ვიდეოშიო და მეთქი როგორ არა, ხინკალი თბილისური როგორ არ უნდა იყოს მეთქი. ანუ ამ ვლოგზე ყველაზე დაბალ შეფასებიანი ხინკალია. ნუ რაც ღია არის ამჟამად, ყველაზე დაბალი შეფასება რაც აქვს, იგაა. არა, ცუდად არ გამოიყურება, მინდა გითხრათ. აი. აი ახ, როზე. გეხვეწები ივარგე, აღარ შემიძლია. გთხოვ, აი, ნატურის თვალივით გთხოვ, რომ კარგი იყო. ჩემი წავედით თუ შეხედავთ. დაიცავდა 3 2 4. კომეშაზე არ მომეწონა. ეს რა? აშინელი ხორცია. ხო, რა იყო მე, არ გიჭამია, ყალება. ლოწოიანი ხინკალი არ გიჟამია? აუ, კარგი რა, ბლად, რა. რო ეს არის უპატივცემლობა არ შეგვიძლია არ დაგეთქვა. ძალიან დიდი ხინკალის. ვიზუალი კაი ქონდა ძალიან. და სომი ცოტა სქელია, მაგრამ. კაი, ნახე. არ გამოვიძახებდით, ეს არის 1. კი, ძალიან ძალიან. შევაწყობა ეს. შემდეგი კერძის. ჩვენი ვიდეო არ მთავრდება, გრძელდება და შემდეგი კერძია 7 და 8-იანი ვენდის პიცა. ბიჭო, არ მიყვარს ხოლმე ესეთი კომპანიები, რომ მიაც მააცობენ. არ არის შენი ეს პიცა და გაანებე თავი რა. ხო ხედავ დაბალი შეფასება. როგორი კარგად გამოიყურება? კარგია. არომატი მშვენიერია. მაგარი აი კალბასია იმენა. კაი, ეგეთ ცუდი წარ არის. არა. იმ პიცასთან ახლოსაც ვერ მივარ, რა თქმა უნდა, სიცუდეში, მაგრამ კარგიც არ არის. მე ამას არ მიყვარს ვენდისის პიცა. ვენდისის ბურგერები რაც იყო ადრე ის აღარ არის, მაგრამ კიდე მაგას გამოვიძახებდი. რაც მიჭამია, ნახოთ, ანუ არ არის ცუდი, მაგრამ პიცა ბოდიში და არა, მე არ გამოვიძახებდი. შენ არ გამოვიძახებდი? ანუ მე რომ გამოვიძახებდი მე თქვა. კარგი, არის სადღაც აი 5 ქულიანი პიცაა რა, ეხლა ძალიანაც რო არ ჩავდო მიწაში. არა, მაღალ შეფასებას არ აქვს, არც ერთ ვარიანტში, მაგაზე არ ვამბობ. მაგრამ გულისხმობ იმას, რომ ანუ იჭმევა რა, გამოიძახე, აი ხაჭაპურზე როგორც ვთქვი, ხო ხვდები რომ იჭმევა, გამოიძახებ, მე გამოვიძახებდი მომენტ რომ სხვა ის არჩევანი არ ქონდეს. მე ნეაპოლის მერე პიცებს ვერ ვჭამდა. გავიგეცო გიორგი, მე რასაც შემიძლია, ძალიან სომიანი რაღაცები დაიწყო, მაგრამ ჯერ გლეხებო. ან სოსუში 7 და 4 შეფასებით. ასე? ფასი ამისი იყო 33 ლარი. ფილადელფია. ბევრი ჩანს 33 ლარის თაობაზე. ის თვინ. What's in the box? გახსნა ხერა просто.
ეჭება ამ ხალხის რო იყო მეთქი რაღაცა სეტი მოვიდა. პატარები დაუმთავრდა. ეს რა იყო 33 ლარი ეს რა არის ოფლია ხავის დავით დილალაკ ნაღდი შეჩება. ძალიან სახიფათო ამითი მოწამვლა არის პირდეცი. ახლა ხო. ხო რას არ შვებით ვიდეოსთვის ხალხი? არა მე ვიცი ეს ზავიძენია და ძალიან 33 ლარი ხო ეს? ბიჭო ეს დედა ნაკაჩი ის ყუმი არის ეს თევზი შავი ხიზიალა აქვს და ყველი აქვს ბრინჯი უნდა მოხარშო კარგად რატო აქვს ესეთი გემი ხარისხიანი პროდუქტები უნდა და იმიტომ ერთ-ერთი ყოველ ცუდი სუში რაც მიჭამი ორი ხულა მენა ორი ხულა ჩემს მე ვერტეობს არ ვიცი ბევრი არის სხვა დაჭამა სამი სუშის ისედაც არ ვიძახები, ძალიან იშვიათად რომ მომიდეს და ამას მithumetes არ გავუძახებ. ძალიან დიდი ხანია ვწერთ ვიდეოს და არ მოგწონს რა ფაქტია რომ ეს შეფასებები რაც არის იდეალურად ახსახავს ყველაფერს და ვერ ასახავს რაღაცებს უფრო მეტია ხო მაგალითად ანუ თუ ავიღებთ Four Guys და Gochits ჩემს ერთნაირი შეფასება უნდა გქონდეთ ეს არის მაკდონალდსი 7 და 8 მაკდონალდს საბურთალოს მაკდონალდს მაკდონალდი არის მაკდონალდს საბურთალოს არის 7 და 8 იმაში მოყოლმე ჩვენ რო ვინადი ეგ ბიჭი გამაგებინე ყურებნა დავახილოს აი ცოტა ცივია მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს მეგობრებო რომ და ის რა ქვია სხვებს რამდენი აქვს მაგებს არც ხებს არ არის ძალიან ბევრი მაკდონალდს უნდა მოგვივლინოს მარტო ბიგმაკებია ხო ჩიზი რატო გამიძახე აქ კი არ ქეიფობ გიორგი გთხოვ ანუ არ გთხოვ რომ კარგი იყო უბრალოდ სტანდარტული რაც ხარ ის იყავი ცივია ობელიუს იქეცი ობელიქსა გთხოვ აბა ლოცვა გააგრძელიერეთ ბიჭებო 1 2 3 ვაიმე რა კაია ხო ხა ერთ-ერთი ყველაზე ძველი მარკია რაც მიჭამია არა რო გაცივდა მაგის ბრალი იქნა ხო ამას ინახავ მოგვიანებით შეჭამ სოუს მიაყოლეს რამდენ ადამიანს მომდა ხაფეენ ჭამა ბიჭო რა შეიძლება გუნდიშა ზვაკავებ ძლივს აი ცივი მაკდონალდს ზოგადად არ იჭმევა მაგრამ გემრიელად ჭამებ მაინც ჩემი აზრით მაკდონალდსია რა საბურთალოსია ჩემი აზრითაც მაკდონალდს რუსთაველის თუ რაღაცა მაგხე რა უნდა გაუფუჭო ისეთი რომ ჩვენ გაუფუჭოთ ეხლა რომ ცოტა ცივი ვჭამეთ მაკდონალდსია გამომიძახებია კიდე გამოვიძახებ მაგრამ იშვიათად ეხლა დიდად არ გვიждები მაკდონალდსი რატო გამოვიძახე ბიცი აბა ცხელი როგორია თქო რა აი დიდად გვიждები მეთქი ზოგადად რომ თქო მაგას მოვიტყუები არ მიყვარს დიდად მე გულწრფელად ვიტყვი ხარ რომ ეს ძალიან არ დამიყვარს ოპა ეხლა რაც ვჭამ ცივიც მიჭამია ცხელიც მიჭამია ყველანაირ მდგომარეობაში მიწერია მიჭამია არა რაც გამოვიძახეთ იმას არ გამოვიძახებდი ამას აი არ არსებობს ბიგმაკს აღარ შევჭამ ალბათ არასდროს აუ ნო გადამრიო ეხა ყველაფრის გათვალისწინებით რომ ცივი იყო რატო იყო როგორ იყო მეც არ გავგიჟდი უკეთეს ბიგმაკ მიჭამია ბევრად მაგრამ ვითვალისწინებ ყველაფერს და ამიტომ გამოვიზახებდი yes რა თქმა უნდა მაკდონალდსია როგორ უნდა გამოვიზახო გავედით ბოლოში ამ თავდა როგორც იქნება მაკდონალდსმა ვიშველა რა დანარჩენი რავი თურმე შეფასებები რაც გაგვაგებინა დღევანდელ ვიდეო მართლა მაინტერესებდა და რეალური არის რა არ ამგონია რეალური იყოს ზედა შეფასებები უფრო მეტი რეალური იქნება ალბათ მაგრამ ეგ უფრო ჩოთი რგვა ანუ მაგას ვიდეო გქონდა გადასაღები თუ მაყურებელს მოეწონა ეს ვიდეო და მსგავსი ფორმატი შეგვიძლია მაგას გადავიდეთ ბოდიშს ვუხდით აი იმ კომენტარების გამო რაც შეიძლება ცოტა დამცინავი იყოს ვიღაცას ცოტა გულზე მოხდეს მაგრამ ეს ისეთი საკითხია რომ მაგრამ კიდია და ეს საკითხი როგორც გუნდიშას კიდია და ჩვენ ძალიან გვადარდებს იმიტომ რომ ეს არის სერვისი მომსახურება და როცა საჭმელი ვერ უძლებს კრიტიკას უნდა ითქვას იმიტომ რომ თქვენთვისაც მე მგონია რომ უკეთესია არავინ არ ითქვათ თქვენი მტრები ვართ პირიქით ძალიან გამიხარდება ხვალ რო წერდით მსგავს ვიდეოს ისევ და უფრო კარგი ეს კერძები გამოკეთდეს და გაუნჯობესდეს და უკეთესი ხარისხი შესთავაზოთ თქვენს გამომწერებს ეს გამომწერებს 51 ლარიანი პიცა
იყო ისეთი, რომელსაც ვერ შეჭამთ. მაინც გავერთეთ ასე თუ ისე, ცოტა დამღლელი გადაღება გამოვიდა, მაგრამ ესეთ სახლურ ვიდეოების თუ მოგწონთ, რაც კომენტარებში გაგვეგებინეთ და მადლობა გადაუხადოთ ჩვენს წამგენ ბეტსონ სპორტს, რომელიც გვერდში გვიდგას ძალიან დიდი ხანია და შემდეგ ვიდეოშიც იქნება წამგენ, სადაც უნდა გავლამაზდე. არა, გამოვიძახოთ რამე ხა.